საღამო მშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ პირველ არხს და აქტუალურ თემას და ჩვენს გუნდთან ერთად კვირის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. -49 დეპუტატი პარლამენტმა მიმდინარე კვირას უფლებამოსილებას შეუწყუთა ბარიერ გადალახული ოპოზიციის იმ დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნითაც სამა გაერთიანებამ საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა. გახარია საქართველოსთვის მათ რიგებში არ არის, თუმცა ჯერჯერობით არც პარლამენტში მუშაობას აპირებს. ყოფილი პრემიერის გუნდს, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიცია აკრიტიკებს პირადი განცხადების საფუძველზე ქართულ ოცნებას მანდატების გაუქმების შესაძლებლობას არ მისცემენ. ასეთია გახარიას თანამოაზრეების პოზიცია. პარლამენტი კი ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე იწყებს მუშაობას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ამერიკული ფარა და მედიის რეგულირების საკითხები. პარალელურად საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში კვოტები განსაზღვრა. კომისია სულ 10 წევრისგან დაკომპლექტდა, მათ შორის სურვილის შემთხვევაში გიორგი გახარიას პარტიიდან 2 პოლიტიკოს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ეფექტის სხვა ქვეყნებზე და ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინის სამშვიდობო პოლიტიკის პარალელურად. კვირის აქტუალურ თემებზე ვიწყებთ საუბარს. გადაცემის პირველ სტუმართან კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი უპასუხებს აქტუალური თემის შეკითხვებს. თაზო, საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და იმყოფებით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მოდით საუბარი დავიწყოთ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, მედიის შესახებ კანონის მიღება ამ კონტექსტში ასევე ნახსენები იყო ბრიტანული მოდელი და საუბარი იყო ასევე უცხოური დაფინანსების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ფარა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს იქნება კოპირებული დოკუმენტი, ქართულ რეალობაზე არა მორგებული, არამედ კოპირებული ფარას დოკუმენტი. ამჯერად მართლმა გუნდმა როგორც დაანონსა, ფარას მიღების პარალელურად გამჭვირვალობის შესახებ კანონი გაუქმდება. თქვენი შეფასებები როგორ გითხრათ? ანუ იმას აუქმებენ ამის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც ეხა აბსოლუტურად უკანონოდ თავის ტყვეობაში იმყოფება პოლიტიკური ნიშნით და რეჟიმის ხელდასმით. თქვენ კითხავს, რაც შეეხება ეს კანონები, ახალი პაკეტი, რომლის ინიცირებაც მოხდა, არის გაგრძელება იმ დრაკონული კანონებისა, რომლის მიღებაც ხელისუფლებამ დაიწყო მაშინ, როდესაც პროტესტი იმ ნიშნულზე მივიდა, რამაც შიგნით ხელისუფლების უზურპატორების შიგნით სისტემური ჩამოშლის პირველი ნიშნები ანახა, ხო? ეს არის რეჟიმი, რომელიც დღეს დგას პროპაგანდისტ მანქანაზე და ძალოვან სტრუქტურებზე და ორივეში დაინახეს რაღაცა პრობლემები და ამ მომენტში დაიწყეს დრაკონული კანონების მიღება. ჰარი პოტერის ერთ-ერთი თავის არ იყო, სადაც დოლორის ემბრიჯი კოცნას კძალავს სკოლის დერეფნებში. აი დაახლოებით ესეთია, ხო? როდესაც ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ერთეული თავის მოქალაქეების წინააღმდეგ მათი უფლებების ყველაზე პრიმიტიული პირველადი უფლებების შეზღუდვით იწყებს რაღაც საკანონმდებლო პაკეტების ინიცირებას, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გაკეთებული აქტი და ამას აქვს სერიოზული რისკი. ხო, თქვენ თუ შეზღუდავთ ადამიანის თავისუფლებას, არ ვიცი, იაროს ისეთმა ჩაცმულმა, როგორც მას უნდა, გამოხატოს მისი აზრი ისე, როგორც მას უნდა, შეიკრიბოს იქ, სადაც მას უნდა. ხო, ესეთი ფუნდამენტური უფლებები, რომელიც არის, არ ვიცი, ადამიანის თანდაყოლილი უფლებები, როდესაც ამის შეზღუდვას იწყებს ხელისუფლება, ეს ნიშნავს, რომ ის ახდენს ავტოკრატიის კონსოლიდაციას და ეხლა ჩვენ ამას უყურებთ. ეს არის ლოგიკური გაგრძელება და ესე გაგრძელდება მანამ სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება, ხო? რამდენიც რაღაცა იგრძნობენ, რომ არსებობს საფრთხე, რომ რამე კონკრეტული მოვლენიდან, ამ საფრთხეს ასე უპასუხებენ. ეხლა დაინახეს, რომ საფრთხე არის მედიას სივრცე. შეხედეთ, ამაზე არასერიოზული რამ ცხოვრებაში მართლა არასდროს არ მომისმენია, რომ რომელიმე სხვა ქვეყნიდან შეიძლება აიღო და copy-paste-ით კანონი დააკოპირო. რატო და იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფარა, ანუ შეერთებული შტატების კანონი ლობიზმის შესახებ, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, მეტი არაფერი ამის უკან არ არის. არის კანონი, რომელიც ერთის მხრივ იყო მიღებული ძალიან კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში 50-იანი წლების შეერთებულ შტატებში, სადაც მაკარტეიზმი ყვაოდა და ბოლშევიკური საფრთხე ჰქონდათ მაშინ ამერიკულ ნეოკონსერვატორებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და ამ საფრთხისთვის შექმნეს ეს კანონი და შემდეგ მან მოდიფიკაცია რამოდენიმეჯერ განიცადა იმ სტრატეგიული
როგორ თქვა, სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც შეერთებულ შტატებს ჰქონდა და რა ვიცი, ფარას შესაბამისად ზუსტად იგივე სტრატეგიული მიზნები აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ეგ ხო ნონსენსია, ხო შეუძლებელია, რომ შეერთებულ შტატების და საქართველოს ერთი და იგივე გამოწვევები ჰქონდეს და ესე შეიძლება კანონები აკოპირო. ეს ერთი და მეორე, მოდით სიმართლე ვთქვათ ამ ყველაფრის უკან რას დგას, ბრიტანული კანონი, ფარას კოპია, ნიდერლანდული კანონი, ამ ყველაფრის უკან რა არის? ერთი, დისკრედიტაცია დასავლური ფასეულობების და დისკრედიტაცია იმისა დასავლური სახელმწიფოების და მეორე მხრივ პროპაგანდისტულად შეფუთვა დრაკონული წესების და კანონების. მე ავიღებ ახლა რაღაცა კანონს, რომელიც ბრიტანეთში მოქმედებს, კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე მოქმედებს ისე როგორც მოქმედებს და ამას გადმოვიტან, იმიტომ რომ მაწყობს, რომ ახლა ესეთი შეზღუდვები დაუწესო ქართულ მედია სივრცეს, ხო? და მე არ მინდა შეზღუდვები, ქართული მედია სივრცე არის კარგად დარეგულირებული. დამატებით შეზღუდვები შინაარსში ჩარევა. შეხედეთ, როგორც არის ისე არის დარეგულირებული. იმ კანონში წერია, რომ შინაარსში უნდა ჩაერიოს. იმ კანონში წერია, რომ კომერციულ თავისუფლებაში უნდა ჩაერიოს. ანუ რა განსხვავება არის, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც უკვე კომერციული თავისუფლება აღარ არსებობს კონკრეტულ სფეროებში, თუ რა ვიცი, რა განსხვავება არის, თუ შეუძლია რომელიმე სამშენებლო კომპანიას მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტიცია, რატო არ შეუძლია რომელიმე კომპანიას, რომელიც ფლობს ტელევიზიას, მან მოიზიდოს უცხოური ინვესტიცია ამ ტელევიზიას. ეს ხო არასერიოზულია. აი ეს ხო ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ თქვენი კოლეგები, კი, ეგეც ხო შეფუთვა არის, ეგეც ხო შეფუთვა არის სინამდვილეში იმისა, რომ თქვენ კოლეგებს, თქვენ ეს არ გიხებათ, იმიტომ რომ ვიმყოფებით ტელევიზიაში, რომელიც ფინანსდება ჩვენი გადასახადებით, ხო? თქვენ კოლეგებზე არის, რომლებიც დამოუკიდებელ ტელევიზიებში მუშაობენ. სახელმწიფო მედია იქნება ეს თუ კრიტიკულად განწყობილი. მათ შეზღუდვისთვის არის მომართული. კერძო ტელევიზიების შეზღუდვისთვის არის მომართული, რომ დაფინანსება უკონტროლოს ხელისუფლებამ, შინაარსი უკონტროლოს აი ამ რაღაცა ეგიდით, რომ თითქოს fake news-ები ბრძვის და თქვენ ველაპარაკებთ შინაარსის კონტროლი ხდება. არა, ნუ შევესწრებით ჰიპერბოლიზებას, ქალბატონ მაკა, თუ რისკს ხედავთ იმ ხრივ, რომ ხელისუფლება ამას გამოიყენებს, თქვათ ერთგვარ მე ვიცი, რომ შეხედეთ ხელისუფლებამ შეუძლია მთელი კონსტიტუცია და სამხელო კოდექსი გადმოიწეროს მაგალითად ფრანგული მოდელისგან, ბევრი ჩვენი სამხელო კოდექსის იქიდან არის გადმოწერილი, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც არის ავტოკრატიული, რომლის მიზანია რომ საკუთარი მოქალაქეები შეზღუდოს, მარწუხად გამოიყენოს ნებისმიერი კანონი, რა თქმა უნდა, ფრანგული იქნება, იტალიური, ესპანური, რუსული, ჩინური თუ კორეული, ნებისმიერ კანონმდებლობას, რომელიც მომართული იქნება რაღაცის შეზღუდვაზე, გამოიყენებს ავტოკრატია იმისთვის, რომ შეზღუდოს. არაფერ შუაში არ არის აქ დიდი ბრიტანეთი იმაში, რომ საქართველოს ახლა ხელისუფლება ყავს, რომელსაც უნდა რომ ოპოზიციური მედიებში დისონანსი შეიტანოს და პრობლემები შეუქმნეს, შინაარსი გაუკონტროლოს, დააჯარიმოს, ფინანსური წნეხი შეუქმნეს. ამ ყველაფერს fake news-ი დაარქვას. ამას აკეთებს მაკა პოლიტიკური ძალა, რომელიც შეგახსენებ, რომ უკვე 2 წელია ლაპარაკობს სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ძველი კონსპირაციის თეორიის რეალურობაზე, გლობალური ომის პარტიაზე და ეხლა დაიწყო კიდე ახალი კონსპირაციის თეორიის პედალირება სახელმწიფო დონეზე. პრემიერ-მინისტრი თავის საჯარო გამოსვლებში deep state-ზე ლაპარაკობს და გლობალური ომის პარტიაზე ლაპარაკობდა. ეს ხალხი, რომელიც კლასიკური fake news-ი აქვს თაყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, გადავალ ამაზე, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე თუ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრება ტრამპის ამ მიდგომასთან, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აქვს თაყვანილი fake news, ეს ადამიანები ამბობენ, რომ fake news ებრძვიან. იქ ხო არასერიოზულია, ამ სხვა არის. ფარასთან დაკავშირებითაც ნახეთ, როდესაც ეს მოცემულობა არის ასეთი, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციის და არასამთავრობოების მხრიდან შეფასებული იქნა როგორც რუსული კანონი, αμჯერად ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფარას მიღების პირობებში, მაგალითად გამჭვირვალობის შესახებ კანონი გაუქმდება და აღარ იარსებობს. რატომ არ არის ეს მაგალითად მისაღები? როგორ შეიძლება მისაღები იყოს ერთი დრაკონული კანონის შანაცვლება მეორედ მათ შორის საუბარი არის იმაზე, რომ მაგალითად ფარა არ არეგულირებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეხედეთ ფარას აღსრულების მექანიზმები და გადაზღვევის მექანიზმები, რომელიც შეერთებულ შტატებში ბევრი არსებობს, აი ეს არის ცუდი, როდესაც აი ასეთ პრიმიტიულ შედარებებზე გვიწევს საუბარი, რომ ბევრი დრო გჭირდება ხმე და თქვენო კარგად მესმის ეგ თემა, რომ გითხრათ, აი მაგალითად, რამდენი გადაზღვევის მექანიზმი არსებობს ამერიკულ სისტემაში, იმისა, რომ თუ ხელისუფლება ცუდად შეიყვანს ამ სიაში ვინმეს, შემდეგ აი იმ ორგანიზაციას რამდენი, ვთქვათ, ჩივილის საშუალება აქვს და რამდენი კონფლიქტის მოგვარების საშუალება აქვს ხელისუფლებასთან და თავისი სიმართლის დამტკიცების. და საქართველოში ეგ არავის არ აქვს. საქართველოში ამ კანონის მიღების მიზანი რატოა რუსული? შეხედეთ, რუსული იმიტომ კი არ არის, რომ რუსული ტექსტიდან არის გადმოწერილი ამ ფრანგულიდან ჩვენმა მაყურებელმა რო გაიგოს.
მიიღოს. თავარი ხო მიზანი არის, კანონების მიზნები არის ზოგადად. ჩვენ შეგვიძლია მარტივად ავხსნათ თქვენ მაყურებელს, რომ მესამე რაიხი, ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი გერმანიაში აბსოლუტურად ლეგალისტური რეჟიმი იყო. კონსტიტუციას იცავდა და კანონებს იღებდა. ეს კანონები იყო კრძალავდა მაგალითად კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის გადაადგილებას სამკლაური ნიშნის გარეშე. კანონი იყო ესეთი. ეს ვინმეს ხუშტური კი არ იყო, კი არ დაესიზმრა ადოლფ ჰიტლერს ეს და მეორე დღეს გამოაცხადა რომ ამას ვიზამთო. არა, წაიღო ეს ბუნდესტაგში, მაშინ რაიხსტაგში და მიიღო კანონი ამის შესახებ. ეხლა შენ ყავს ხელისუფლება დღეს, რომელიც თulis რომ პრობლემა მაშინ როგორც ჰიტლერის პროპაგანდისთვის ებრაელები ჭირდებოდა, დღეს შენ ხელისუფლება ამბობს, რომ დღეს ჩემი პრობლემა არის NGO სექტორი, მის დემონიზებას ახდენს და შემდეგ მარტო ერთი მიზნის გამო რომ NGO სექტორს მე დაარტყას პოლიტიკურად, გააქროს, დაფინანსება შეუჩეროს და იბრძოლოს. ამაში გამოიყენოს ის კანონი. ანუ აი რუსული იქნება თუ ფარა იქნება, მთავარი ხო მიზანია. მიზანი არის რომ მოკლას სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ ნებისმიერ ეგეთი კანონის ამბავი არის მიზანი კანონისა, კანონი ხო კანონია, მაგალითად კანონია რომ სახეზე არ უნდა ჩამოიფარო რაღაცა ახალი კანონი ერთ-ერთ თუ სახეზე რაღაც არ უნდა ჩამოიფარო, როცა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილში ხარ და ამას ახლა რა შეიძლება ვნახოთ რომ ეგეთი რამე წერია სადმე რა ესპანურ კანონში. მთავარი სხვა არ იქნება რომ ესპანურ კანონში ეს წერია. მთავარი ხო ის არის რომ ხელისუფლებას შეშინებული პოზიციიდან მოუწია რომ კანონის დონეზე დაეწერა ის რაც მისი აზრით აპანიკებს მიტინგის დროს ადამიანებს როდესაც ხედავს შენიღბული სახეებით. ხო ეგ არის სინამდვილე შინაარსი. რატო მიიღო ეს კანონი? ეგ არის მთავარი და არა ის რა ქვეყნიდან მოდის მისი ანალოგი. თაზო, კიდევ ერთი საკითხი მინდა მოვასწრო, პარლამენტმა ოთხშაბათს ოფიციალურად შეკიწყვეტა უფლებამოსილება 2020 წლისგან განსხვავებით თუ ქონდათ მსგავსი მოლოდინი. როდესაც მიმართეთ. ჩვენ მაგა ვაკვირდებით საქართველოში ავტოკრატიის კონსოლიდაციას. ეხლა რაში ვცხოვრობთ, ეს არის კლასიკური ავტოკრატიის კონსოლიდაცია, როდესაც აი ესეთი რაღაცა საშუალო ტიპის პროვინციული ავტოკრატია გადაიზრდება დიქტატორულ სისტემურ დიქტატურაში. სისტემური დიქტატურა რა არის, ხო? ქვეყანა, რომელიც იმართება ისეთი კანონების ერთობლიობით, რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, ზღუდავს დემოკრატიულ პროცესს ქვეყანაში და მომართულია მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ადამიანმა ეს ხელისუფლება შეინარჩუნოს თან არა სახელმწიფო ინტერესებისგან გამომდინარე მიზნებით და იმ მიზნებით, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ჩრდილოური მეზობელის სტრატეგიულ ინტერესებში არის. შესაბამისად, ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, რომელიც არის სრულ იზოლაციაში და ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც არის იზოლაციაში, ხო? მისი უმაღლეს თანამდებობის პოლიტიკური პირები. დღეს მამუკა ხაზალიძემ ძალიან საინტერესო გამოსვლა გააკეთა, ჩართვა და პრესკონფერენცია და იქ თქვა, ხო, რომ ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებულია, როგორც ფინანსური, ისე სამოგზაურო შეზღუდვებით შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ და მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ შესაბამისად, ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც უარი თქვა კონსტიტუციის წინააღმდეგ ევროკავშირისკენ სვლაზე, შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს იმისთვის, რომ შეზღუდოს ადამიანების თავისუფლება. ანუ ხდება კონსოლიდაცია ანტიდემოკრატიული რეჟიმის შესაბამისად ძალიან ლოგიკური გაგრძელება იყო ამისი ის, რომ რა თქმა უნდა მას არ აწყობს ასეთ ვითარებაში, სრულ იზოლაციაში, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს, რომ რაიმე ფორმის დათმობა გააკეთოს ან რაიმე ფორმის პოლიტიკურ პლურალიზმზე ელაპარაკოს. ამიტომ ისინი ახლა აი ამ დიქტატურას კრავენ და რა თქმა უნდა მათ აწყობდათ, რომ უნდოდათ, რომ ჩვენ პარლამენტიდან მაგ გამოვიდეთ. რა იქნებოდა თქვენთვის დათმობა? საინტერესო ხელისუფლების მხრიდან. ახალი არჩევნების ჩანიშნა, ქალბატონ მაკა. სხვა ამ პროცესის ძირი, ეს კონფლიქტი, ეს როგორ ვთქვა, პოლიტიკური კრიზისი ამ საზოგადოებაში დაიწყო გაყალბებული არჩევნებით და შემდეგ გაყალბებული არჩევნები იყო იმის საწინდარი, რომ თავზე ხელაღებულმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ აი ეს მომენტი იყო, როდესაც მას შეეძლო, რომ გამოეცხადებინა ევროკავშირიდან გამოსვლა აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ ერთი კონსტიტუციის და მეორე ეროვნული ინტერესების. აი ამ კრიზისის დასაწყისი არჩევნებში იყო. შესაბამისად, ამ კრიზისის ერთადერთი გადაჭრის გზა არის ეს არჩევნები. და რატომ აი მოკლედ გეტყვით ძალიან, იმიტომ რომ მე მგონი რეჟიმის მომხრეებმაც და იმ ადამიანებმა, რომელსაც ივანიშვილმა დაპირდა გაზაფხულზე, რომ აი ხა რაღაცებს გააკეთებდა და ეს რაღაცები საბოლოოდ დაამთავრებდა ნაცებს ამ ქვეყანაში. ეს ლოიალისტებიც მისი რეჟიმის და მისი ყველაზე აქტიური მომხრეები ბიზნესმენები იქნებიან თუ რიგით ჩვენ თანამოქალაქეები, რომელიც ახლა მე და თქვენ გვიყურებთ, შეიძლება ისინი მიხვდნენ, რომ ივანიშვილმა მათ დაპირდა რაღაც ავანტურის დაწყება. ეს ავანტურა წამოიწყო ნოემბერში და ახლა ამას ვერ ამთავრებს. ანუ ისეთი კრიზისი დაიწყო, რომელიც კრიზისის დასრულებას ვერ ხედავს და ეს დაინახეს უკვე რეჟიმის გულხურვალე ხარდაჭერებად. მათ შორის იმ ბიზნესმენებიც, რომელიც ახლა თრთიან და ლობისტზე ქირაობენ ბრიუსელში და ვაშინგტონში იმისთვის, რომ როგორ
ვინმე გაუძურენ საერთაშორისო სანქციებს, იმიტომ რომ მათ დაინახეს რა. ივანიშვილმა ამ კრიზისის დასრულების გზა არ იცის, ანუ ეს ხელოვნური კრიზისი ისე დაიწყო, რომ ბოლო არ იცოდა, ის თავს გადაირჩენს, თუ გადაირჩენს მარტო წავა და მარტო გადაირჩენს და არავის გადარჩენაზე არ იზრუნებს და არავის გამოძვრენაზე ამ ვითარებისგან არ იზრუნებს. ამიტომ ეხლა დაიწყო დიდი შიშის თამაში ქართულ ოცნებაშიც. აი ამიტომ არის ეს ავტოკრატია, როგორც მთელი ქვეყნისთვის დამაზიანებელია, ისე საპროტესტო ტალღისთვის ძალიან თვალსაჩინოა, მაგრამ უკვე ქართული ოცნების მომხრეებას დაინახეს, რომ ივანიშვილი შევიდა ისეთ პროცესში, რომელიც პროცესიდანაც ისეთი გამოსავალი, რომელიც მარტო ივანიშვილს აწყობს და მარტო ქართულ ოცნებას აწყობს, აღარ არსებობს. ამიტომ ერთადერთი სწორი გზა არის ეხა რაციონალურ და პასუხისმგებლიან პოლიტიკურ პროცესში გადავიდეთ და დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს არჩევნები და როდის ჩატარდება ეს არჩევნები. სხვანაირი დემოკრატიული განწყობის გზა არ არსებობს. სხვანაირი შეიძლება იყოს ივანიშვილის თავში, რომ ამ ქვეყანაში კლასიკური დიქტატურა დაამყაროს, აღმოჩნდეს რუსულ ორბიტაზე და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს უარი უთხრას, მაგრამ არ ვიცი, არ მგონია თქვენ მაყურებლების უმრავლესობას ეს მოსწონდეს. თქვენ ითხოვთ ახალ არჩევნებს, მანდატებზე უარი თქვით და იღებთ დაფინანსებას, რაც გახდა ოპოზიციაში, თქვარი განხეთქილების მიზეზი, აზერთა სხვადასხვაობის მიზეზი, საპარლამენტო არჩევნების შედეგად. კი, ვეღარ ვიღებთ ამ დაფინანსებას, გუშინ ეს დაფინანსება შეწყდა. ჩვენი არგუმენტი მარტოდ რო გითხრათ იყო ის, რომ დაფინანსება, საქართველოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონი არის ისეთ როგორც არის, ის მიმული არის საარჩევნო შედეგზე, არა საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე, არამედ საარჩევნო შედეგზე საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ ჩვენ ეს დაფინანსება მივიღეთ იმ მარტივი მიზნობრიო რომ ეს დაგვეხარჯა აი იმ წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდაჭერაში, რომელიც მძვინვარებს უკვე ორ თვეზე მეტია საქართველოში და სრულად ახალი პროტესტის სოციალურ ფენომენი დაიბადა ამ ქვეყანაში და ამისთვის მიგვემართა ეს ხარჯები, მაგრამ და აგრეთვე თქვით, რომ ეს დაფინანსება ჩვენ გვაქვს მანამ, სანამ პარლამენტი არ შეწყვეტს უფლებამოსილებას და მანამდე გამოვიყენებთ. მას შემდეგ რაც უფლებამოსილება ჩვენ დეპუტაციას დელეგაციას შეუწყდა პარლამენტში, მას შემდეგ ეს დაფინანსებაც ავტომატურად წყდება, ამიტომ ეს საკითხი აღარ არის აქტუალური. განსაკუთრებია, თუმცა საინტერესო არის კიდევ ერთი დეტალი, რატომ გადაწყვეტეთ ასე ხისტად მანდატების დატოვება და ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი საპარლამენტო საქმიანობა გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა და გაცილებით ქმედუნარიანები იქნებოდით საკანონმდებლო ორგანოში? არა მგონია, იმიტომ რომ ხელისუფლება ჩვენ გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია ქართული ოცნების გულისხმობ, რომელსაც ამ ქვეყანაში ისეთი პროცესი დაიწყო, გაკალბებით არჩევნების, რომელშიც ჩვენ თუ შევყევით ამ თამაშის წესებს, ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით თანამონაწილეები ამ ქვეყანაში აი ამ დიქტატურის გამყარების. ამიტომ ჩვენ არათუ არ მის თანამონაწილე, არამედ ამის ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგეები ვიქნებით და არავის არ მივცემთ არც ივანიშვილს და არავის არ მომავალში ამ ქვეყნის უფლებას, რომ ეს ქვეყანა აქციოს რაღაცა პროვინციულ ავტოკრატიას. ვინ ახავს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში ამ ქვეყანაში, რას ნიშნავდა პროვინციული ავტოკრატია? მანამდე გვინ ახავს, რას ნიშნავდა ამ ქვეყანაში რუსული ინტერესების მსახური ხელისუფლებებიც, გვინ ახავს, ჩვენ კოლაბორაციონიზმში გვიცხოვრია, ჩვენ ვართ საზოგადოება, ჩემი თაობის ადამიანების, დიდი ბებიების და ბაბუების თაობა ამ ქვეყანაში ტროიკებად დადიოდა და საქართველოს მოქალაქეებს ხრეტდა 27 წელს. ამიტომ ესენი ყველაფერი გვინ ახავს და ამ ქვეყანაში ამის მოbrunება არავის არ უნდა. შესაბამისად ამ პარლამენტში მუშაობა ნიშნავს ამ ტიპის რეჟიმის შეგვებას. რამდენიმე შეკითხვა მოვასწრო პასუხის მოსმენა რამდენიმე შეკითხვაზე. ლეგიტიმაციის არაღიარების მიუხედავად მანდატებზე უარს არ ამბობს გიორგი კახარიას გუნდი და აი ამასთან დაკავშირებით, მათ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე მასთი რამთქო, რომ რჩები პარლამენტში ხარ ბიზნეს რუსული პროექტი. შეიძლება ესე განვიხილოთ ამ ტიპის მართოთ, რომ კახარიას მაგალითად კახარიას გუნდს, რა თქმა უნდა, თქვენი გუნდი განიხილავს რუსულ პროექტს. ძალიან მარტივია პოლიტიკური კრიზისის იმ ნიშნულზე, რომელზეც ეხლა ვართ ასული, იმ მოლოდინებით, რომელიც აქვს დღეს პროტესტს, იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ვერაფერმა, დრაკონულმა კანონებმაც კი სახში შევარდნება, ადამიანების მასიურად, სისტემურად წამებამ, პირში ჩაფურთხებამ, ძვლების დალეწვამ, ვერაფერმა ვერ შეაჩერა ის პროცესი, რომელიც არის აბსოლუტურად ჯანსაღი, ლეგიტიმური და რომელიც ქუჩაში არის. და ამ პროცესს ეხა ჭირდება პოლიტიკური მათ შორის ხელშეწყობა და ის ჩვენ რაც გავაკეთეთ, აი ამ რეჟიმის სრულად იზოლაციაში მოქცევით და მათთან ყოველგვარ თანამშრომლობაში
თანამშრომლობის შეწყვეტით, ეს არის ერთ-ერთი მდგენელი აი იმ პოლიტიკური მხარდაჭერისა, რომელიც სჭირდება ეხლა ამ ქვეყანას იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეს. და როდესაც შენ ამას იაზრებ და დარწმუნებული ვარ, რომ ჭკვიანი ხალხია გახარ ეს პარტიაში, რომელსაც ვიცნობ და პირველად პატივს ვცემ და რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ესმით და აანალიზებენ თუ რას ნიშნავს ეხლა ამ ქართული ოცნების იზოლაციაში მოქცევა. მათ კი არა, უკვე შეერთებულ შტატებში და ბრიუსელში გავაგებინეთ ყველას კარგად რას ნიშნავს ამ ადამიანების იზოლაციაში მოქცევა და რატო არის ეს საჭირო და ამას თუ არ აკეთებ, falsახად მაშინ თამაშობ ამათ თამაშს ქართული ოცნების და ქართული ოცნების თამაში არის რუსული თამაში. ქართული ოცნების ცდელობა გაამყაროს ამ ქვეყანაში ავტოკრატია და მოახდინოს დიქტატურის კონსოლიდაცია არის თავიდან ბოლომდე რუსული თამაში. ეს არ არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში. საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ არის თავისუფლებების დაკარგვა, არ არის ქვეყნის იზოლაცია და რუსეთისკენ სვლა. საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არის უკეთესად ცხოვრება, უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა მომავალ წელს, რომ ხუთჯერ მეტი შემოსავალი ქონდეს. აი ეგ უნდა და ის რომ რა ვიცი ტრამპი დაამარცხებს deep states თუ ბიძინა ივანიშვილი გლობალური ომის პარტიას, ანუ აი არარსებულ მტრებთან ბრძოლას, აი ეხა ადამიანები რომლებიც მე და თქვენ გვიყურებენ არ ვიცი ზემო რაჭაში, აჭარაში, სადღაც ქუთაისში და რომელიც ფიქრობენ იმაზე ხვალ რა უნდა ჭამონ, აი ამ ადამიანებს დამიჯერეთ, ბევრად უფრო აინტერესებთ მომავალ წელს იგივე დროს ხუთჯერ მეტი შემოსავალი ქონდეთ, ვიდრე მომავალ წელს ამ დროს ბიძინა ივანიშვილი დაამარცხებს თუ ვერ დაამარცხებს გლობალური ომის პარტიას და მასონების მთელ ორდებს. აი ამაში ეს არის პოლიტიკური რეალობა. შეხედეთ, აი ამაში ვცხოვრობთ. და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იქითკენ ვიაროთ, რომ მე და თქვენ თანამოქალაქეები მომავალ წელს ხუთჯერ უკეთესი შემოსავლით იყვნენ. გულისხმობ მაგალითად იმას, რომ ანაკლის სპორტი უნდა ავაშენოთ ამ ქვეყანაში, შუა დერეფნის ფუნქცია შეიძინოს ამ ქვეყანამ და ეკონომიკურად განვითარდეს. ასეთი ქვეყანა იყოს მომავალ წელს ამ დროს და არა ისეთი ქვეყანა, რომელიც დეგეგეს გადასახადს ვერ კრიფავს და რომლის ხაზინაც არის ერთი კონკრეტული ოლიგარქის შემნახვალ სალაროდ. მინდა რომ კიდევ ერთი შეკითხვა მოვესწრო. თქვენ აკრიტიკებთ გახარიას გუნდს, იქ იყო კიდევ ერთი დეტალი იგივე მაგალითად გახარია ნიუს საქართველოს Facebook-ზე გავკრიტიკებთ, ვინც გახარეს ადგილას იქნება. პოსტერები კი ბატონო, კარგით, მაგრამ იგივე თქვენ გუნდს მაგალითად ნიკა გვარამიას გუნდი აკრიტიკებს. აი ამ მოცემულობაში იგივე გაერთიანებაზე აკრიტიკებდა დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ მოცემულობაში, როდესაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით ოპოზიციის გაერთიანება, როდესაც თქვენი საერთო მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. ამის რესურსით ეს რამდენად არსებობს? გაერთიანება არ გულისხმობს ერთგვაროვანებას, გაერთიანება არ გულისხმობს ერთსახიანობას. ეს არის კატასტროფა. ჩვენ არა ვართ ერთსახიანები, ჩვენ განსხვავებულები ვართ. ძალიან განსხვავებულები ვართ და ამიტომ ვართ სხვადასხვა პოლიტიკური კოალიციები. რა თქმა უნდა არსებობს გაერთიანებული რესურსი. გაერთიანება, ანუ ერთად დგომა იმ მიზნისთვის, რასაც თქვი ამ ქვეყანაში მის ევროპული არჩევანის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გადარჩენა. უბრალოდ უკვე დადგა საკითხი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების ფიზიკურად გადარჩენა და არ დატოვება, არ შეტოვება რაღაცა დიქტატორული რეჟიმისთვის, რომელიც მას წაიყოლებს თავისთან ერთად იზოლაციაში. ამ მიზნისთვის გაერთიანება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამის უკან რა თქმა უნდა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი სახით, ერთნაირად ვლაპარაკობთ, ამიტომ არის განსხვავებები და სხვადასხვა პოლიტიკური სულები და ამ პოლიტიკური სულებს რომ გავაკრიტიკოთ, ჩვეულებრივი ამბავია. იმისთვის რომ მოხდეს ეს გაერთიანება. აუცილებელია, გარდაუვალია ძირითად ფუნდამენტურ საკითხებზე გაერთიანება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის თვითმიზანი ქაუთომაკა. თვითმიზანი დღეს ერთი აი იმ პროცესში, რა პროცესში ვართ, ერთადერთი მთავარი მიზანი არსებობს. პროტესტის, აი იმ საპროტესტო მოძრაობის გამსხვილება, მეტი ადამიანის ჩართვა ამ პროცესში, მეტი ადამიანის გააქტიურება, თქვენ ტელევიზორთან ახლა გვიყურებს ბევრი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ხვალ რა ჭამოს იმის სადარდებელი აქვს და ვერ ფიქრობს იმაზე, რომ გამოხატვის უფლებას უზღუდავენ და შეკრების თავისუფლებას უზღუდავენ და რა ვიცი მედიას ვეღარ უყურებს. ამაზე ვერ ფიქრობს და ჩვენი მიზანია რომ ესეთი ადამიანებიც გავააქტიუროთ, პროტესტი გავზარდოთ და მშვიდობიანი ფორმით, პროტესტის გზით, ისე როგორც ეს ხდება ცივილიზებულ სამყაროში, მშვიდობიანად არაცივილიზებული ხელისუფლება ჩამოვშალოთ და ახალი არჩევნები დავნიშნოთ ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრი შეკითხვა დამჭა იგივე ახალ არჩევნებთან. დიდი სიამოვნებით კიდევ მოვალ პირველად ვიყავი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში და სიამოვნებით კიდევ გეწევით თუ დამტკიცოთ. ახალ არჩევნებთან მათ შორის დოკუმენტთან დაკავშირებით იგივე ჩარჩო დოკუმენტი უნდა შემუშავებული იყო ოპოზიციაში და სამომავლოდ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. ძალიან დიდი მადლობა. თაზო დათუნიშვილი, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.